გილოცავთ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა 26 მაისი. ჩვენ უკვე 107 წელია, რაც აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. მინუწილოსანისთვის კი არის ეს 34 წლის აღნიშვნა, მაგრამ რეალურად 107 წელია, რაც ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ეს არ არის მხოლოდ რაღაც მიღწეული ამბავი, ეს არის მუდმივი ბრძოლა, ვინაიდან ჩვენ შიდა და გარე მტრები მუდმივად ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს დამოუკიდებლობას, თვითყოფადობას და თავისუფლებას. შესაბამისად, დღესაც ჩვენ კი აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს მუდმივი საფრთხე მისი დაკარგვის თან სდევს ამ ბრძოლას, ამ პროცესს და ჩვენს არ უნდა მოვდუნდეთ და არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ადამიანებმა 1918 წლიდან დღემდე შეგვინარჩუნეს და მოგვიტანეს ეს დღე და ჩვენც უნდა დავიცვათ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. ამიტომ ეს მუდმივი ბრძოლა მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ ყურადღებით, უნდა ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე, რა თქმა უნდა და უნდა დავიცვათ ჩვენის ფასეულობები, რასაც მივაღწიეთ და მოვედით აქამდე. საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის რაღაცა ცარიელი სიტყვები, უშინაარსო სიტყვები და ამას აქვს ამ სიტყვის მიღმა ძალიან დიდი შინაარსი არის ჩადებული. დამოუკიდებლობა თვითონ ეს ტერმინი. ახლა ძალიან ბევრი დაპოსტავს, დარწმუნებული ვარ მთავრობიდან, ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებიდან, დინარაძიდან დაწყებული კობახიძით, პაპუაშვილი და სხვა ადამიანებით. მაგრამ ასევე შეიძლება დაპოსტონ იმ ადამიანებმა, ვინც რუსეთისკენ მიილტვის, მათ შორის ალტინფოელებმა და სხვა დანარჩენმა. მაგრამ რეალურად ჩვენ ხო ვიცით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ასეთ ადამიანებს არ მოუპოვებიათ, ის მოიპოვეს იმ ადამიანებმა, ვინც იბრძოდა, ვისაც ესმოდა ჩვენი ფასეულობები და ღირებულებები. ის, ვინც სადღეგრძელოსავით გველაპარაკება საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ეს არის უშინაარსო ტერმინი, ეს არის უბრალოდ ტერმინი, რასაც იყენებენ უბრალოდ იმისთვის, რომ ჭიქა დალიონ და დაცალონ. ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მას მთელი შინაარსით, მთელი გააზრებით საუბრობთ ამაზე და ეს ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღეს პარლამენტთან დგავართ, ვინც ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ზუსტად ეს არის გააზრებული ქმედება, ვინაიდან ჩვენ გვესმის რაოდენობით დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და რომ არა ეს ბრძოლა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ, ჩვენი დამოუკიდებლობა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგებოდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი დაწერს დღეს დამოუკიდებლობაზე, მოგვილოცავს ფართო სიტყვებს დაწერს, მაგრამ მათი გადმოცემული სიტყვები იქნება უშინაარსო, ვინაიდან მათი ქმედებები პირიქით ძირს უთრის საქართველოს დამოუკიდებლობას. და ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღქმული უნდა იყოს როგორც მისი შინაარსით, როგორც მისი აზრით, რომელსაც გადმოსცემდნენ ჩვენი წინაპრები ბრძოლით, ქმედებებით და ასე შემდეგ. და ჩვენც არ უნდა ვიყოთ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სიტყვებს ვიტყვით და ვახსენებთ დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები, რომლებიც ამ დამოუკიდებლობას დავიცავთ, ვიბრძოლებთ, შევინარჩუნებთ და უფრო ფართო ასპარეზზე გავიტანთ, ვინაიდან ჩვენ დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი თავისთვის გვჭირდება, ჩვენი თვითმყოფადობის გვჭირდება, ჩვენ სხვა დამოუკიდებელ ერებთან ერთად შევქმნათ მშვიდობიანი თავისუფალი გარემო საქართველოში და რეგიონში ზოგადად. როდესაც პირველ ეპიზოდს ვწერდით აი ამ ვიდეოების, მანდ ვთქვი, რომ ჩემთვის ძალიან უცხოა კამერასთან საუბარი და როგორც მე შემიძლია, ასევე შეგიძლიათ თქვენც დადგეთ ტელეფონით, კამერის პირისპირ და ისაუბროთ. როგორც ასევე გითხარით, მე ცოტა უხერხულად გრძნობ თავს, როდესაც მსგავს ამპლუაში ვარ. ვინაიდან არც ჩემი პროფესია არა და არც ჩემი მოწოდება არ არის, რომ ასე ვიდგე. დარწმუნებული ვარ, თქვენც ჩემსავით ხართ ბევრი, მაგრამ ისევ და ისევ გავუსვამ ხაზს, რომ მსგავსი ქმედებები არის აუცილებელი. ვინაიდან რუსეთთან, რუსულ ოცნებასთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღი არის, რომ დაუპირისპირდეთ მათ პროპაგანდას. შესაბამისად, პროპაგანდასთან ბრძოლა ხდება ასე ინდივიდუალურად. ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვერდით არიან პირველ რიგში. გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრები, ის ადამიანები, ვინც იმდენად არ გამოდიან დღეს და ასევე აუხსნათ იმ ადამიანებს, ვინც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არის, აუხსნათ იმ არგუმენტებით ველაპარაკოთ და უთხრათ მართლე აი ამ ყველაფრის შესახებ. ამისთვის კი აუცილებელია რომ ყველამ დაიწყოთ საუბარი აი ამ ადამიანებთან. შეიძლება დისკომფორტი შეგექმნათ, შეიძლება ცოტა კომპლექსები გქონდეთ უბრალოდ კამერასთან დგომის, შეიძლება პირველი ვიდეო ჩაწეროთ და ვიღაცებმა ცოტა ღიმილით, ცოტა ხუმრობით გითხრან რაღაცა აი ამ ვიდეოს შესახებ, მაგრამ აუცილებლად გააგრძელეთ. ანუ ეს ადამიანებიც მიიჩვევიან, რომ აი თქვენ ვიდეოს იღებთ. პირველი ორი ვიდეოს გადაღება შეიძლება პრობლემატური იყოს, იმიტომ რომ ვიღაცემ უცხოდ მიიღონ, თქვენ შეიძლება ისე ვერ გაიხსნათ, მაგრამ აუცილებლად გააგრძელეთ, იმიტომ რომ ეს აუცილებელია ამ ბრძოლის მოსაგებად. შესაბამისად, ახლა წარმოვიდგინეთ ჩემსავით, რომ აი ბევრნი ვიყოთ რა, ვინც ასე ვლაპარაკობთ საზოგადოებასთან, ადამიანებთან, ჩვენს მეგობრებთან, თუნდაც ამ ეტაპზე მოწინააღმდეგეებთან, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც პერიოდის მერე ჩვენ მოწინააღმდეგეებია, შეიძლება აღარ ვიყოთ ერთმანეთის. წარმოვიდგინეთ ესე
ბევრი აუხსნით ადამიანებს, ქოცური პროპაგანდა ჩამოიშლება, ის მათი რაღაცა ველი არის ახლა იმედზე, პოსტივიზე და მსგავს რეკლამებზე, რაღაცა Facebook ბუსტებზე დაყრდნობილი. ახლა წარმოგიდგენთ ჩვენ რომ ბევრი ვისაუბრებთ სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა ადამიანები და აუხსნით მოქალაქეებს, რამდენ სიმართლეს, ახლა წარმოგიდგენთ ეს პროპაგანდა უკვე ისე ძლიერი ვეღარ იქნება და ხალხი ჩვენს მოსვენასაც დაიწყებს. ანუ ჩვენ შევძლებთ რომ აი ამ სიცრუეს, რასაც ეს შალვა რამიშვილი და სხვა პროპაგანდისტები საუბრობენ, დაუპირისპირებთ სიმართლეს და ვეტყვით ადამიანებს რეალურად რა ხდება. ანუ ეგ არის უმნიშვნელოვანესი ამ ბრძოლაში. მე არ მიმართავ მხოლოდ ახალგაზრდებს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესებში ჩაერთონ თუნდაც პროფესორები, ის ადამიანები, ვინც უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობენ. ეხლა ისეთი პერიოდია, რომ აუდიტორიებში ჩაკეტვის დრო აღარ არის. ეს ლექციები, რასაც თქვენ სტუდენტებს ელაპარაკებით და უხსნით თუნდაც დასავლურებულებს, რაღაც ევროკავშირზე და ასე შემდეგ, ეს უფრო ფართო აუდიტორიამაც უნდა იცოდეს. ანუ მარტო სტუდენტებით არ უნდა შემოიფარგლოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენც გამოხვიდეთ ბრჭყალებში კომფორტის ზონიდან, ასე ვთქვათ, ლექციების გარეთაც ასეთი ჩანაწერები გააკეთოთ. რავი, თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგვიძლია ჩვენს დაგეხმაროთ და რაღაც ესეთი ერთიანი ქსელი შექმნათ, სადაც ის ადამიანები, ვისაც ბევრი ინფორმაცია აქვს, აკითხული აქვს, ცოდნა აქვს და ასე შემდეგ, აუცილებელი მათი ცოდნა მხოლოდ რაღაც ჩაკეტილ 4 კედელში, 4 კედელით არ შემოიფარგლოს და უფრო ფართო აუდიტორიაზე გავიდეთ. ამიტომ თქვენც იფიქრეთ იმაზე, რომ უფრო ფართო აუდიტორიაზე გახვიდეთ და ისაუბროთ ადამიანებს, ვინაიდან თქვენი ცოდნის გაზიარება დღეს არის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესებში. ასე მიმართავ სტუდენტებს და ახალგაზრდებს. ანუ თქვენც ახლა მესმის რომ ეს პროცესები არ არის რაღაც მოდური და ტრენდული, ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ თვითონ შეეცადეთ, რომ სასიამოვნო გარემო შექმნათ, როდესაც დაუპირისპირდებით პროპაგანდას. ანუ როგორ გითხრათ, აი რაღაც ჩელენჯივით რო გააკეთოთ თუნდაც, ანუ თქვენს მეგობრებში ილაპარაკოთ, ოჯახის წევრთან ილაპარაკოთ. რაღაცნაირად ისეთი სივრცე უნდა შექმნათ, ისეთი გარემო უნდა შექმნათ, სადაც აი ეს თქვენი ინფორმაციის გავრცელება, თქვენი ამ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა იყოს, როგორ გითხრათ, ანუ გადამდები რა და ეს გადამდები რაღაც არის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეხლა პასიური ახალგაზრდობა ამ პერიოდში უნდა გამოცოცხლდეს და ამის გამოცოცხლება ყველაზე მეტად თქვენ შეგიძლიათ და ეს თუ რაღაცა ჩელენჯივით იქნება და ასე შემდეგ, ბევრად უფრო დიდ რაოდენობაზე ბევრ ხალხთან გავა და თქვენი მე ესმის უკვე ყველას. ანუ წარმოიდგინე, ყველგან იძახიან რომ სტუდენტები რატო იძახიან? იმიტომ რომ თქვენში ხედავენ ძალას და თქვენში ხედავენ იმედს და წარმოიდგინეთ, აი თქვენ ბებიების, ბაბუების თაობას ამხელა იმედი მიეცემათ, როდესაც თქვენ რაღაცა ხმას ამოიღებთ და დაილაპარაკებით. თქვენ ყველაზე მეტად თქვენ დაგიჯერებენ. ამიტომ რამოდენიმე დღის წინ დაამთავრეს სკოლა მე-12 კლასელებმა, იყო ბოლოზარი და ნახეთ ბევრი პატრიოტული დადგმები, ფლეშმობები, რაღაცა გამოსვლები და აი გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, საქართველოს დროშები, ევროკავშირის დროშები. წარმოიდგინეთ, ეს იყო, როგორ გითხრათ, ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი ირგვლივ ვინც არის მაგადი გადმოსახედიდან, იყო უდიდესი რაღაც იმედის მომცემი, რომ მოდის ახალი თაობა, მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც აინტერესებთ საქართველო, უყვართ საქართველო და დაიცავენ საქართველოს. ანუ ეს არის უდიდესი мотиваცია ჩემთვის და ჩემი ირგვლივ ყოფი ადამიანებისთვის. ამიტომ ლაპარაკობ, რომ რაც უფრო მეტი თქვენი მხრიდან აქტიურობა იქნება, ჩართულობა იქნება ამ მხრივ, უფრო მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და უფრო მალე გავიმარჯვებთ, ხო? ანუ თქვენზე დგას ახლა ყველაფერი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯები უფრო აქტიურად გავრცელოთ, თქვენს მეგობრებში გავრცელოთ. ანუ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, აი ნომერ პირველი გზავნილები თქვენი უნდა იყოს ეგ, რომ აი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა, გამარჯვება, როგორ გითხრათ, აი თქვენზე დგას, ან თქვენგან უნდა წამოვიდეს ეს მუხტი, იმიტომ რომ თქვენ მოყვებათ მე ყველა რა, იმდენად მნიშვნელოვანია თქვენი გზავნება, ვერ წარმოიდგინეთ. ახლა შეიძლება მისმენდეს 18 წლის ადამიანი, რომელმაც უნივერსიტეტში ჩააბარა და ფიქრობს, რომ აი რა შეიძლება შეცვალოს მისმა ერთმა აზრმაც და სიტყვამ და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ზუსტად შენი ხმა, ანუ პირადად შენ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მოგისმენს. უფროსი თაობის ადამიანიც შენ ხელაც. ამიტომ არის ფიქრო, რომ უმნიშვნელოა შენი აზრი რა, შენაირ ადამიანებზე დგას მთელი საქართველო. ანუ შენაირი ადამიანებით მოვედით აქამდე და შენაირი ადამიანებით ვართ დღეს დამოუკიდებლები. ამიტომ თქვენ უნდა მოიღოთ ხმა, თქვენ უნდა გახადოთ ეს რაღაცა პოპულარული სასაუბრო თემა ახალგაზრდებში ნომერ პირველი თემა უნდა იყოს ეს დამოუკიდებლობა, სამშობლო და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თქვენ ხართ, ანუ თქვენგან მოდის, თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი და თქვენთან ერთად ჩვენც უფრო ძლიერები ვიქნებით. ამ კვირის განმავლობაში ორი ყურადსაღები ამბავი მოხდა. ერთი ის, რომ პოლიციის სახე უკეთ ვნახეთ და მეორე მოსამართლე, რომელიც ეკითხება ადამიანს, თქვენ რაგვარი ხართ, ისე უნება სამუშია, მეგელოვანი ვარ, რა ვიცი, წყნარად იყავი თუ წესიერად მოიქეცი. ანუ რა შუაში მოსამართლე. სიგიჟი. აი. მოსამართლე ხარ შეჩემა.
ანუ რას კი ან გვარი რა შუაში ან წესიერად მოიქეცი რაც ნიშნავს ანუ საიდან მოხვედი საერთოდ ანუ ვინ დაგნიშნათ რატო დაგნიშნეს ანუ ეგეთი ადამიანები თავს სასამართლო დაკომპლექტებული ან ჩვენ რომ მივდივართ სასამართლოში და ჯარიმეს უგვიწერ ხო არის სასამართლო პროცესები და ამოდექით მოსამართლე მობრძანდება და რაღაც 90% უკვე ფეხზე არ დგება რა ადამიანების იმიტომ რომ ვის უნდა წამოუდგე ფეხზე აი ნინო ენუკიძეს უნდა წამოუდგე ფეხზე თუ აი გელოვანს იმ მოსამართლეს ანუ სიგიჟეები ხდება მანუჩარ ცაცუას ვარ წამოუდგები ფეხზე ანუ ეს ადამიანები არიან, რა ვიცი, სისტემის ჭანჭიგები ჩვეულებრივად არის მოსამართლეობას არაფერი კავშირი არ აქვს. ჩვენ ხო თავიდან ლაპარაკობდით დამოუკიდებლობაზე, როცა ვამბობდით შინაარსზე ხო საუბრობთ, რომ შინაარსს უნდა გამომახვილოთ ყურადღება. ეხლა წარმოგიდგენთ მოსამართლე, მისი შინაარსი, მანუჩარ ცაცუა, ვერე ნინო ენუკიძე, ის ვიღაცა გელოვანი, ეხლა რამდენად შეუსაბამო რაღაც ეხლა მოსამართლეობის ცნებასთან ეს ადამიანები ხო საერთოდ ჩორს არიან, ხო? ვიღაცა მოდის და პირდაპირ აი ნინო ენუკიძის სახე აქვს, მაგრამ ბიძინა გელაპარაკება რა, ანუ მანუჩარ ცაცუა არის სახეზე, მაგრამ გელაპარაკება ბიძინა რეჟიმი გელაპარაკება, ხო? ანუ ეგ არის კატასტროფა, ანუ მაგიტო არცემს არავინ სასამართლო ინსტიტუციას პატივს და რა ხდება მე იცით რომ ეს სასამართლო ინსტიტუციას პატივს არცემენ გადადის საქმის გარჩევები ქუჩაში და ეს ქუჩაც არის მე უკვე დაკომპლექტებული იმ ადამიანებით ვინც ისევ ამ ბიზნესს ცემს პატივს მოკლედ ყველგან ბიზნესი არის არსაც ამართ ერთით აბსურდში ვარ ყველა მოქცეულები აქეთ ვართ ადამიანები ვინც მართლა სამართლიანობას ვიცავთ რა და ამ სამართლიანობას ვიცავთ გვიპირისპირდებიან მოსამართლეები პოლიციელები და ეს ადამიანები ვინც რეალურად ამ სამართლს უნდა იცავდნენ შესაბამისად ამ დიდი აბსურდიდან უნდა გამოვიდეთ და მედია რაღაც პერიოდის მერე მანუჩარ ცაცუები აღარ იქნებიან საქართველოს სასამართლო სისტემაში და ამისთვის ძალიან ბევრი უნდა ვიბრძოლოთ ჩვენც, იმიტომ რომ ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგ მთავრობაში, ჩვენი პირველი მესიჯი უნდა იყოს ეგ, პირველი მოთხოვნა უნდა იყოს ეგ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ყოველთვის მოხვდებით ეგეთ ცირკში, როგორც ბატონი როსტო იძახდა ზუგდიდიდან. ეს ვიდეოები სხვადასხვა პლატფორმაზე იდება ხოლმე და ხშირად დადებით კომენტარებთან ერთად უარყოფით კომენტარებით იწერება, ტროლებიც წერენ და ასე შემდეგ. და ერთი ვიდეო ჩავწერეთ, სადაც ვამბობდით, რომ ქართულ ოცნებას სურს თქვენი დაღატაკება, ქოცებო და არ უნდათ რომ თქვენ დიდრები იყვნენ და ვიღაცები გამომიხდებიან ხოლმე რომ აი გააფინანსებენ და რაღაცა თქვენ ფულს გიხდიან ამაში. არა რეალურად ამ ადამიანმა არ იციან რომ ყადაღამადებს და არათუ მაფინანსებენ, არამედ რაც ჩემი ფინანსები მაქვს, ეს გაყინული მაქვს და მინდა ცნობისთვის უთხრათ. ამიტომ როდესაც ლაპარაკობთ ადამიანებზე, ჯერ უნდა იცოდეთ ვინ არის რა არის, ანუ ხო ხვდებით, ანუ თქვენ ხართ როგორ გითხრათ მოქცეული, იმდენად ამ პროპაგანდის ქვეშ გონიათ რომ ვინც რაღაც აპროტესტებს აქედან მხარეთ ყველა არის მოსყიდული, დაფინანსებული და ასე შემდეგ. და ბევრი ადამიანი ვინც ჩემთან ერთად იბრძვის, მე ხო ვიცი მათ შესახებ ყველაფერი რა. თქვენ არ იცით, იმიტომ რომ თქვენ ამათან არ დადიხართ და სულ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, გასაგებია, მაგრამ მინდა გითხრათ, ვინ ჩემ გვერდით იბრძვის, ეს ადამიანებიც ძალიან ისეთ შეჭრილ მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ბევრმა სამსახური დაკარგა, ბევრს ჯარიმები აქვს და ასე შემდეგ რა. ანუ ყველა იხდის თავისი ჯიბით, ან ერთმანეთს ვეხმარებით და ერთმანეთს ურიცხავთ და ვცდილობთ რომ გავაძლიეროთ რა. ამით იცის თქვა მინდა თქვენ რომ აი პროპაგანდა შალვა რამიშვილი რო გელაპარაკება და ნინო წილოსანი რო ვიღაცა დაფინანსებულები არიან და ასე შემდეგ ეს არ დაიჯერო. იმიტომ რომ გატყუებენ ეს ადამიანები, არ უნდა დაგაჯერონ რომ ვიღაცა მართლა სამშობლოსთვის იბრძვის და იქ იმიტომ გამოდის რომ მართლა ადარდებს ეს ქვეყანა. ანუ უნდათ შეგიქმნან ეგ წარმოდგენა რომ თითქოს ეს ქვეყანა ყოველას ფეხებზე კიდია რა. ამის დადასტურება, ამის დამტკიცება უნდათ, ამის დაჯერება უნდათ თქვენთვის რომ ამ ქვეყნისთვის არავინ არასდროს არ იბრძოლებს რა. ეს არის ზუსტად იმის მცდელობა არის, რასაც ხა გელაპარაკებოდი და მე გეუბნები აი დარწმუნებით მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვინ ჩემ გვერდით იბრძვის, მათ მართლა აინტერესებს საქართველოს ადარდებს არა პარტიული ნიშნით, არამედ გეუბნებით პირდაპირ როგორც აი მოქალაქეობრივად, როგორც მოქალაქეს აინტერესებს, ადარდებს საქართველოს და უნდა რომ ეს ქვეყანა იყოს მუდმივად დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ გამოდიან და ამიტომ იბრძვიან და ამიტომ აი ეს პროტესტი დღემდე ამიტომ გრძელდება. არავითარ შემთხვევაში ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ადამიანის მოქალაქის ბრძოლა. და შენც ახლა ჩვეულებრივი კოცი რომ ხარ, რომელიც აპროტესტი და ამბობ 7 ნოემბერი, 26 მაისი და ამ პროტესტებზე ლაპარაკობ და ამ დარბევებზე და ასე შემდეგ, ხო? ეს არ უნდა იყოს შენ უნდა ლაპარაკობდე სამართლიანობის განმოსახედიდან. ანუ თუ შენ ამბობ რომ მაშინ იყო დარღვევები და ცუდად მოიქცნენ, მაშინ შენ ასევე უნდა ლაპარაკობდე იმას, რომ აი დეკემბერშიც ცუდად მოიქცნენ სამართლიანობისთვის. არ შეიძლება რომ რაღაცა ცალმხრივი იყოს შენი სამართლიანობის შეგრძნება, უნდა იყოს სრული ობიექტური რეალობა, ხო, მოცემული. ამიტომ თუ ეჭვები გაქვს, შეგვიძლია გესაუბროთ და ეს ეჭვები გაგიფანტოთ. თუ უბრალოდ ხარ დაპროგრამებული რუსული პროპაგანდის მიერ, მაშინ შენ საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს და პირველ რიგში გაიჩინო ეს ეჭვი. დაეჭვება. და ეს დაეჭვება როგორ გაჩნდება? დაშვება უნდა გააკეთო შენ თავში. ანუ უნდა დაუშვა ესეთი რაღაც, რომ
შეიძლება ეს ადამიანები მართლა იბრძოდნენ თავისი სამშობლოსთვის? ეს დაშვება თუ არ გააკეთე, შენ ვერაზოს ვერ დაინახავ სინამდვილეს და ამიტომ ეგ უნდა გააკეთო. და შესაბამისად, ხოცრუ პროპაგანდა არის მაგაზე აგებული ხა. მთელი ქართული ოსმის პროპაგანდა მაგაზე აგებული, რომ აი მანწუხელიძე's რო ამბობ მის გმირობასაც ჩირქი მოსხეს და ბევრი ქართველი გმირის გმირობასაც. ხო ზუსტად ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ისეთი სახელმწიფო შექმნან ბრწყალებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, სადაც გმირები არ იქნება საჭირო, სადაც ეს ქვეყანა არავის არ ენდომება და რა გამოდის, ანუ როგორი ქვეყანაა, რომელი ქვეყანაა იქ, სადაც გმირები არ ფასობენ, სადაც ადამიანები არ არიან, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან. აი, ზუსტად პირველი ალბათ რუსეთი გაგახსენდათ და ზუსტად აი რუსეთი უნდა გაახადონ საქართველოს და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენც. რაც შეეხება ბოლოს, ქართული ხალხის დამოკიდებულება ოცნების მიმართ ერთმა კაცმა ამ ვიდეოში კობახიძის მისამართით გაერთიანა, რომელსაც იხილავთ ახლა. აი ეს შეხედებული კობახიძე ვიყურები და ჰიდებენ და ჩაუდებენ წესკა მაგას მოუთხან ოჯახს. მაგის გეცა კი მოხარ